რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობასთან შეთანხმებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში შიდა ეზოებისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრული განახლებაა დაგეგმილი. ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე შენობების ეზოებში ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. იმყოფებით ჭყონდიდელის უბანში, სადაც 11 ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის. პროექტი გულისხმობს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ასევე მოასფალტებას საფეხმავლო ნაწილს. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ეს უბანი კიდევ უფრო კომფორტული გახდება თითოეული რუსთაველისთვის. რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს მოსახლეობის საჭიროებიდან. ამჟამად მიმდინარეობს ეზოების რეაბილიტაცია გიორგაძის და გრანელის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ღირებულება არის 900,000 ლარამდე და აღნიშნული პროექტი დასრულდება ივლისის ბოლოს. წლების განმავლობაში მქონდა გზობის პრობლემა, განსაკუთრებით წვიმის დროს, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ესე მანქანებით გადაადგილებაც ურთულესი იყო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვარდება ეს პრობლემა.